ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არა მარტო გვისმენთ ხოლმე, არამედ გვიყურებთ კიდეც ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ისე როგორც პორტალებზე იმედი.g და MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ გადაცემაში თითქმის არ მყოლია ბიზნესის წარმოადგენელი, რომელსაც არ ეწუწუნოს ზოგადად ადამიანური კაპიტალის შესახებ და ადამიანური რესურსის შესახებ და სწორედ ამიტომ გავწყვეტ, რომ დღევანდელი გადაცემა მიგვეძღვნა ზოგადად ადამიანური რესურსების თემაზე. ვის მოვიწვევდით სტუმრად სტუდიაში, თუ არა ომარ ტერტერაშვილს, ის გახლავთ HR საკონსულტაციო კომპანია ილარიას მმართველი დირექტორი. ომარ, მოგესალმებით. გამარჯობა. პირველში მადლობა მოწვევისთვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც ვახსენე, ამ გადაცემაში სხვა ტიპის ბიზნესის წარმომადგენლები მყავს ხოლმე და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ძალიან პრობლემატური გახდა ზოგადად ადამიანური კაპიტალის პოვნა საქართველოში. სხვა ვერსიებიც კი გავრცელდა და უფრო მეტიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოყოთ საქართველოში ადამიანური კაპიტალი. რას აკეთებს თქვენი კომპანია და რა მიმართულებებით მუშაობს, რატომ გახდა ზოგადად ასეთი პოპულარული ადამიანური კაპიტალის მორგებული ბიზნესის გაკეთება საქართველოში? კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, რაც რო გადის, ბიზნესი უფრო მეტად აფასებს ადამიანურ კაპიტალს და იწყებს ზრუნვას, ასევე ცვალებადი გარემო და გამომდინარე ძალიან რთული არის პროგნოზირება შრომის ბაზრის და უფრო მეტად საჭირო ხდება მეტი სპეციალისტის ჩართულობა შრომის ბაზარზე და ადამიანურ კაპიტალის დაქირავების მიმართულებით. ჩვენი კომპანია რამდენიმე თვე არის, რაც ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა. და ბიზნესებს ვთავაზობთ HR-ის მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს. იქნება ეს HR აუთსორსინგი, იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ეგრეთ წოდებული HR software, რომელიც მთლიანად ადმინისტრირებას იღებს საკუთარ თავზე და ფურცლომანიდან პროცესები გადადის, ასე ვთქვათ, სისტემაში და კვლევების მიმართულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც შრომის ბაზრის მიმართულებით, ასევე ორგანიზაციული შიდა კვლევების მიმართულებით. ჩვენ ამდენჯერ ვახსენეთ შრომის ბაზარი. ზოგადად როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში შრომის ბაზარი? რა ტენდენციებია დღეს? შრომის ბაზარი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე იცვლება, თუნდაც რო ავიღოთ COVID და მას შემდეგ პერიოდი შეიცვალა დამოკიდებულება და შეიცვალა დასაქმების ტიპები. ადამიანები, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანები აღარ არიან თანახმა იმუშაონ სრულ გრაფიკზე და იყვნენ ოფისში, ასე ვთქვათ, სტანდარტული გრაფიკით, ამიტომ ბიზნესს უწევს მოერგოს ადამიანურ კაპიტალს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ასევე თაობების ცვლილებამ განაპირობა შრომის ბაზრის ცვლილებები და გვინდა არ გვინდა ბიზნესები უნდა მოვერგოთ ადამიანებს, უნდა მოვერგოთ ახალ თაობის მოთხოვნებს და დავაკმაყოფილოთ მათი, ასე ვთქვათ, დაკვეთა. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი პროცესი არის. ბიზნესი მთლად ვერ გადაეწყობა, ასე ვთქვათ, ადამიანების მოთხოვნაზე, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ადამიანურ კაპიტალმა და დასაქმებულებმა კომფორტულად იგრძნონ თავის სამუშაო ადგილზე. თქვენი კომპანიის გადმოსახედიდან, ილარიას გადმოსახედიდან დღეს რა მდგომარეობა ბაზარზე? ადვილია დღეს ადამიანური კაპიტალის პოვნა, კონკრეტულ ვაკანსიებს ორგანიზაციები ადვილად ავსებენ თუ ეს ძალიან გაჭირდა? რთული არის, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რაც ჩვენი ძლიერი მხარე არის, ვფიქრობ, არის რეკრუტინგი, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურად ვუდგები თითოეული ადამიანის დასაქმებას და მათი შერჩევის პროცესს. გართულდა იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა კონკურენცია, გაიზარდა კვალიფიკაცია, გაიზარდა დასაქმების შესაძლებლობები, გაიხსნა უცხო ბაზრები და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები. ბევრი ქართველი საზღვარგარეთ არის საქართველოსთან დასაქმებული, მით უმეტეს ის თაობა, რომელმაც იცის კარგად უცხო ენები, შესაბამისად ქართული კომპანიები ცოტა დაიჩაგრა მაგ კუთხით და რთული არის კვალიფიციური ადამიანის პოვნა, თუმცა ჩვენ სწორედ ამაში ვეხმარებით ბიზნესებს, რომ სწორად უპოვოთ ის ადამიანი, რომელიც მოერგება არა მარტო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არამედ კომპანიის კულტურას და კომპანიის გუნდის, ასე ვთქვათ, საჭიროებებს. შრომითი მიგრაცია რამდენად გახდა
ბაზარზე აქტუალური, რამდენად მე როდესაც დავდივარ ხოლმე სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში, რომლებიც აშენებენ სხვადასხვა კორპუსებს, ძალიან ხშირად ხვდები ამ ბოლო პერიოდში მეზობელი ქვეყნებიდან და არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ხელობით არიან დასაქმებულები, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა ერთ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელსაც დასაქმებული ყავს მხოლოდ უცხოურ ქვეყნის მოქალაქეები მშენებლობაზე და ისინი აშენებენ რაღაცა კონკრეტულ კორპუსებს. რამდენად გახშირდა ასეთი შემთხვევები, რომ შრომითი მიგრაცია არის ერთ-ერთი გამოსავალი იმ პრობლემატიკისა, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. გახშირდა, იმიტომ რომ გაიხსნა ეს შესაძლებლობები, როგორც ქართველებისთვის უცხოეთში მუშაობის, ასევე უცხოელი დასაქმებულების ჩამოყვანა საქართველოში. ერთი მხრივ ეს დამოკიდებული არის პროფესიებზე და მიმართულებებზე, არის ასე ვთქვათ სპეცმიმართულებები იგივე მშენებლობაში ან სხვადასხვა მომპოვები და საწარმოო სამუშაოებში, სადაც არ აყვავს კვალიფიციური ადამიანები საქართველოში და საჭირო არის ასე ვთქვათ უცხო სამუშაო ძალის ჩამოყვანა. თუმცა ვფიქრობ, რომ ის პროფესიული მიმართულებები და კოლეჯები, რომლებიც ამ ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა და მივესალმები ამ ინიციატივას, ხელშეუწყობს იმას, რომ ეს გეპი და ეს პროფესიული მიმართულება ცოტა ამოვავსოთ, ასე რომ ვთქვა და ყავდეს ის კვალიფიციური სპეც მიმართულებით, ასე ვთქვათ, სამუშაო ძალა, ვინც დასაქმდება თუნდაც სამშენებლო მიმართულებით. მაგრამ ილარიაში თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ, ერთი ამ სრული HR outsourcing, მეორე სპეციალური სოფტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვაში ეხმარება ორგანიზაციებს, მესამეა შერჩევა. ყველაზე მეტად რომელი მიმართულებაა მოთხოვნადი? პრინციპში სამ მიმართულებას გამოვყოფდი. ეს არის სრული HR-ის მომსახურება, რომელიც სრულ სპექტრს მოიცავს დაწყებული რეკრუტინგიდან დასრულებული თქვა ტრენინგები, განვითარება და ასე შემდეგ. თუმცა ესეთი ამ მომსახურებით უფრო სტარტაპები და პატარა კომპანიები სარგებლობენ, ვისაც არ აქვს რესურსი, რომ ყავდეს HR დეპარტამენტი, ამიტომ აუთსორსზე ასე ვთქვათ. თან HR ჯენერალისტებიც ამდენი არ არიან, რომელიც ყველა მიმართულებას შეიცავს. ის ეპოქაც მე მგონი წავიდა, რომ ოფის მენეჯერი აკეთებდა ხოლმე, მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ ორგანიზაციებში ოფის მენეჯერი ან ბუღალტერი ასრულებდა ხოლმე HR-ის მიმართულებას, ფინანსთან და ეს ისტორიას ჩაბარდა ეს ბიზნესის განვითარებასთან ერთად. ცნობიერების ამაღლებამაც შეუწყო ამას ხელი, რომ ბიზნესები უფრო აფასებენ HR-ის პროფესიას და მიხვდნენ რა საჭირო მიმართულება არის. ამიტომ HR outsourcing-ის სრულად არის ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისი ჩვენთან, ასევე სოფტი არის ის მიმართულება. რას აკეთებს ეს სოფტი, რო აუხსნათ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს. კი ბატონო, სისტემა. როგორ გაჩნდა იდეა ამ სოფტის დაწერის, ამასაც მოკლედ შევეხები. მოკლედ ჩვენი გუნდი მუშაობდით კომპანიაში, რომელიც მოიცავდა 6000 თანამშრომელს სხვადასხვა რეგიონში და ძალიან გვჭირდებოდა გაციფრულება HR-ის მიმართულებით პროცესების. თუმცა საქართველოში არსებული არც ერთი HR სოფტი და ერთ-ერთ საერთაშორისო სისტემა ვერ ერგებოდა ჩვენს საჭიროებებს და იმიტომ რომ კოდექსი გასათვალისწინებელია, სამუშაო გრაფიკები გასათვალისწინებელია, სახელფასო სისტემები გასათვალისწინებელია და ამდენი გათვალისწინება ერთ-ერთ სოფტში ვერ ხდებოდა და ფინანსურად ისეთი ძვირი ჩდებოდა სოფტის დანერგვა, რომ გადავწყვიტეთ ჩვენი სოფტი დაგვეწერა, რომელიც სრულად მოერგებოდა ჩვენი კომპანიის საჭიროებებს და ისეთი სრულყოფილი და მაგარი სოფტი გამოვიდა, რომ ვიფიქრეთ, რატომაც არა, მოდი გავყიდოთ, გავხადოთ ეს სოფტი კომერციული. აქედან გაჩნდა ეს იდეა, აქედან წამოვიდა ზოგადად კომპანიის შექმნაც და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სოფტი ფარავს ყველა იმ მიმართულებას, რაც შეიძლება, რომ ქართულ კომპანიას, ქართული კანონმდებლობიდან და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე დაჭირდეს. რა პროცესებს მოიცავს, რა პროცესები შეუძლია კომპანიას დაფაროს აღნიშნული სოფტით? სრული პირობითად არსებობს ამ გადაცემაში ვყავდა ასე მოწვეული სხვა კომპანიას, რომელსაც შერჩევის კომპონენტი აქვს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და შერჩევის კომპონენტს უზრუნველყოფს. ვყავდა ისეთი კომპანიებიც, რომელიც
ეგრეთ წოდებული მოსვლა-წასვლის ტაბელი ეგრეთ წოდებული ტაბელის ფუნქციას ითამაშებს. სხვა ტიპის მიმართულებები არსებობს, ხო თქვენი სოფტი კონკრეტულად რა ასაკებს? ეს არის ადამიანური კაპიტალის სრული მართვის პროცესი თუ რაღაც კონკრეტულ მიმართულებას? სრული მართვის პროცესი არის და მინდა ხაზი გაუსვა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიმართულებას, ეს არის payroll-ის ნაწილი, რაც საკმაოდ მტკივნეული თემა არის ხოლმე როგორც ბუღალტერიისთვის, ასევე HR-ისთვის და მნიშვნელოვან ნაწილს მთლიან პროცესს აციფრულებს ჩვენი სოფტი და აღარ არის საჭირო დამატებით დოკუმენტაციის და ბაზების შექმნა იმისთვის, რომ HR-მა შექმნას, ასე ვთქვათ, სახელფასო ბიუჯეტირება, შემდეგ ბუღალტერი გაერკვეს ამაში, შემდეგ გადარიცხოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება, ასე ვთქვათ, სისტემაში და სხვა სოფტების და ჩვენ მოძიებულ სოფტებში პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ payroll-ის ნაწილს სრულად ვერ ფარავდნენ, ამიტომ ამას მინდა გაუსვა ხაზი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება არის. სხვა ყველა პროცესებთან ერთად. ანუ შეერჩევიდან დაწყო. რამდენად ადაპტირებულია ეს სოფტი ჩვენს საგადახდო სისტემასთან, თუნდაც ბანკებთან? სრულად ადაპტირებული არის როგორც საჯარო უწყებებთან, იგივე RSG-სთან, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი სისტემა ცოცხალი ორგანიზმი არის და მუდამ ვითარდება, ჩვენი სოფტიც, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ესეთი გამზადებული პროდუქტი, რომ დავასრულოთ ამაზე მუშაობა არ არის. ბუნებრივია არც ერთი სოფტი არ არსებობს, რომელიც დასრულდება და სრულყოფილია. ყოველთვის ჭირდება ხოლმე ყველა სოფტს რაღაც. კი ბატონო, ჩვენი სოფტიც სწორედ ესეთი არის, ნებისმიერ პროგრამასთან და სისტემასთან ინტეგრირების საშუალებას იძლევა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების კომპონენტიც. ბოლო პერიოდში ასევე ძალიან მკვეთრად შეიცვალა ორგანიზაციების დამოკიდებულება, იმიტომ რომ ყველაფერი ვითარდება, თანამშრომლობის კომპეტენციების იცვლება, მოთხოვნები ამ კომპეტენციებზე იცვლება და მნიშვნელოვანია ასევე განვითარების მიმართულებით ორგანიზაციების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რათა თანამშრომლების ნაყოფიერება გაიზარდოს და შრომითი ეფექტიანობა გაიზარდოს. რამდენად ადაპტირებულია ეს თუნდაც უნარების დონეზე სოფტში და რას აკეთებს ილარია ამ მიმართულებით? ბატონო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა არის HR-ში, საიდანაც მოვხდი ზოგადად ტრენინგების მიმართულება და განვითარება. სოფტში ამ ეტაპზე სრულად ეს მოდული არ არის ინტეგრირებული, თუმცა ითვალისწინებს ტრენინგის მოთხოვნისა და ადამიანების კვალიფიკაციის გათვალისწინებას, რა ტრენინგები აქვს გავლილი, რა შეიძლება გაიაროს და თვითონ შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული მიმართულება, თუმცა ზოგადად ჩვენს კომპანიას აქვს სერვისი, ჩვენ კომპანიებს შეგვიძლია დაუგეგმოთ და განვახორციელოთ თანამშრომელთა განვითარება და ტრენინგების საჭიროება და ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმ ტენდენციასაც, რაც ზოგადად ამ სფეროში ბოლო დროს წამოიწია, უფრო მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამშრომლების, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და კარგი ტენდენცია არის და რაღაცნაირად გამოვედით იმ ეპოქიდან, როდესაც დამსაქმებლები ზრუნავდნენ მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე და პროფესიული მიმართულებით და რაღაცნაირად უფრო მეტი ზრუნვა წამოვიდა თანამშრომლებზე და ამას მივესალმებ. რამდენად აქტიური არის დღეს მოთხოვნა ზუსტად მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, იმიტომ რომ ალბათ ეს საკუთარ ორგანიზაციებისთვის დიდი ფუფუნება იმუშაოს და ფული დახარჯოს თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე და რამდენად აქტუალურია ზოგადად დღეს საქართველოში ეს საკითხი? იმ ცვალებად გარემოსთან მიმართებაში, სადაც გვიწევს ცხოვრება, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ კომპანიებმა იზრუნონ თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე და მათ კარგად ყოფნაზე, ასე რომ ვთქვათ. კარგი არის პროფესიული განვითარება, თუმცა ტენდენციურადაც ხალხისგან და დასაქმებულებისგან მოდის დაკვეთა, რომ რაღაცნაირად სხვა მიმართულებით განვითარდნენ, იზრუნონ იგივე სხვადასხვა უნარის განვითარებაზე, soft skill-ებზე, იგივე უფრო გლობალურ თემებზე ისაუბრე, როგორც არის ვთქვათ ფსიქოლოგია და მსგავსი მიმართულებები და რაღაცნაირად იზრუნონ პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების
ბალანსზე კარიერასთან ერთად. თქვენ ძალიან დიდი ხანია რაც ადამიანური რესურსების მიმართულებით და განვითარების მიმართულებით მუშაობთ. რა ტენდენციებს და ტრენდებს აკვირდებით დღეს? რა არის დღეს ამ მიმართულებით ტრენდი? რაზე ლაპარაკობენ ძირითადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანურ კაპიტალს? ჩვენ ვთქვით პრობლემების შეერჩევის მიმართულებით, მისი ადმინისტრირების მიმართულებით, ბევრ სხვა პრობლემებზე ვისაუბრეთ, მაგრამ რა არის დღეს ტენდენცია და ტრენდი? ტენდენცია და ტრენდი ტრენინგების და განვითარების მიმართულებით ალბათ სწორედ ეგ არის, რომ ადამიანებმა უფრო მეტად საკუთარ თავზე დაიწყეს სრულმა ვიდრე პროფესიულ განვითარებაზე. არ ვიცი ეს რამდენად კარგი ან ცუდი არის, ეს ალბათ ხალხმა უნდა შეაფასოს. თუმცა ტენდენცია დღეს ესე არის. მეორეს მხრივ რაღაცნაირად კომპანიებმა ამ კრიზისებიდან გამომდინარე შეამცირეს ბიუჯეტი ამ მიმართულებით და დაზოგვაზე გადავიდნენ, რასაც რა თქმა უნდა არ არის ესეთი სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა არსებობენ კომპანიები საბედნიეროდ, მათ შორის საქართველოში, რომლებისთვისაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ადამიანური კაპიტალი და მათზე ზრუნვა. ეს ტენდენცია შეიმჩნევა. ამ ტენდენციას ვატყობთ უკვე რეკრუტინგში შერჩევის პროცესშიც, იმიტომ რომ ადამიანები უფრო მეტად არიან დაინტერესებული სამსახურის ძიების პერიოდში კომპანიები რამდენად ზრუნავენ მათ განვითარებაზე. უბრალოდ იმ კომპანიას, რომელიც აღარ ზრუნავს თანამშრომელზე, აღარ ირჩევენ. კი ბატონო, ეს კი აქეთკენ მივდიოდი სწორედ, რომ კითხულობენ ადამიანები ამას, სხვა ასე ვთქვათ ბენეფიტებთან ერთად ამასაც აქცევენ ყურადღებას, რომ როგორ ზრუნავს, რა პროგრამები აქვს, ამიტომ რეკრუტინგის ნაწილში და ზოგადად განვითარების ნაწილშიც კომპანიებმა ამასაც დიდი ყურადღება და ბიუჯეტი უნდა დაუთმონ. უნდათ თუ არა. და მოუწევთ. მოუწევთ, სხვაგვარად უბრალოდ ბიზნესი ვერ იარსებებს. ალბათ ის ეპოქა დასრულდა საქართველოში, როდესაც საუბარი იყო, რომ ოღონდ ვინმე სამსახური ეიპოვა და ოღონდ სადმე ყოფილიყო ადამიანი დასაქმებული და ყველაფერზე თანახმარიყო თან ჩვენ ვიცით, რომ შრომის ინსპექცია სისტემატურად აკეთებს ხოლმე შემოწმებას სხვა ორგანიზაციების და არ მოხდეს ადამიანების ექსპლუატაცია, სამუშაო საათების გადაჭარბებით თუ სხვა მიმართულებით და ამიტომ ეგეც ძალიან ცვლის ზოგადად გარემოს როგორი განსხვავებაა დღეს ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის ზოგადად ჩვენ მსგავს ტიპის თემებზე ძირითადად უცხოური კომპანიები გვესაუბრებოდნენ ხოლმე როგორ შეიცვალა ამ მხრივ ბაზარი რამდენად გაიხსნა ქართული კომპანიები თუნდაც აი ამ ტენდენციების და ტრენდების შესახებ როდესაც ჩვენ ბევრს მენტალურ ჯანმრთელობაზე ერთიან გუნდურ სულისკვეთებაზე შედეგზე ორიენტირებას და ამ თემებზე ვსაუბრობთ. კი ბატონო, მოკლედ ამ მიმართულებით აღვნიშნავდი იმას, რომ ისევ დასაქმებულებიდან რომ გამოვიდე და ადამიანების ასე ვთქვათ დამოკიდებულებიდან რაღაცნაირად ქართულ კომპანიებში უფრო მეტად არის ხოლმე გუნდურობის და ჩართულობის ელემენტი და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამიტომ ირჩევენ ქართულ კომპანიებს ადამიანები, რომ უნდათ ეს ასე ვთქვათ სოციალიზაცია და გუნდის წევრად ყოფნა და კარგი არის ალბათ საერთაშორისო კომპანიაში დასაქმება დისტანციურად, თუმცა ეს ნაწილი მკვეთრად ასე ვთქვათ დეფიციტი არის. ჩართულობა ასეთ თანამშრომლებს რთულია. კი ბატონო, რთული არის კომუნიკაცია, რთული არის იმის შეგრძნება, რომ რაღაცას აკეთებ და გუნდის წევრი ხარ, რთული არის. ამიტომ ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები საერთაშორისო კომპანიიდან გადმოდიან ქართულ კომპანიებში სწორედ ამის გამო, რომ უნდათ ეს გუნდურობისა და ჩართულობის შეგრძნება ჰქონდეთ. მომავლის უნარებზედაც მინდა გკითხოთ. ეს უნარები წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე. რაღაცა ტრენდია ხოლმე, მე ეს იცვლება და დღეს რა არის მომავლის უნარები, რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს ვფიქრობ, რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტი და მსგავს ტიპის საკითხები ძალიან აქტიურად იჭერს ბიზნესის მართვის დროს თავის ადგილს და როგორ ფიქრობთ რა არის დღეს მომავლის უნარები, რომელსაც შეიძლება ჩვენ მსმენელიდან მაყურებელი ფიქრობდეს, რომ ეს აუცილებლად უნდა განევითაროს.
ნუ დღეს ალბათ არ გამოვა მუშაობა AI-ის გარეშე და უკვე საერთაშორისო ბაზარზე ჩნდება პოზიციებიც კი, რომ ორგანიზაციებში, რომლებიც ხელს უწყობენ AI-ის დანერგვას და მის გამოყენებას სამუშაო პროცესში, ალბათ წარმოუდგენელი არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვისაც მით უმეტეს ოფისური სამსახური აქვს, რომ არ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და მისი დრო და რესურსი არ დაზოგოს მით უმეტეს უფასო პლატფორმებით. ეს რა თქმა უნდა დღევანდელი შრომის ბაზრის და ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ტენდენცია არის, რაც შეიმჩნევა, თუმცა ადაპტაცია და ადაპტირებაც ერთ-ერთი ის მიმართულება არის, რაცაც ითხოვენ დღეს დასაქმებულებისაგან. ყველაზე რთული ალბათ ადაპტაცია არის. კი ბატონო, იმიტომ რომ რთული არის ცვლილებები ის ასე ვთქვათ განხორციელება ორგანიზაციაში და ამისი გატარება დასაქმებულებთან, ამიტომ ეს უნარიც რომ მოვერგოთ ცვლილებებს და ვადაპტირდეთ ამ ყველაფერთან ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის განვითარება ცვლილებას მოიცავს და როგორც ამბობენ, ბუნებაში გადარჩებენ არაძლიერები, არამედ ისინი, ვისაც ადვილად შეუძლია ადაპტაცია გარემოში. ამას კაცობრიობის განვითარების ისტორიაც ამბობს, მაგალითად ვერ გადარჩენ დინოზავრები, რომლებიც ყველაზე ძლიერები იყვნენ. გადარჩენ ისეთი არსებები, რომლებიც ყველაზე ადაპტაციის უნარით გამოირჩეოდნენ. ამიტომ ადაპტაციის უნარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. და აი ამ ადაპტაციის უნარის სწავლება რამდენად არის დღეს შესაძლებელი? ზოგადად ნებისმიერი უნარის სწავლება ძალიან რთული არის და მეთანხმები ალბათ და აქ დამოკიდებულების ცვლილება არის საჭირო. განსხვავდება ეს უნარები ადამიანებში, ზოგს უფრო მეტად აქვს ბუნებრივად განვითარებული, თუმცა დასწავლადი არის და ამაზე ზრუნვა და ფიქრი შეიძლება. რა თქმა უნდა, უფრო გრძელვადიანი პროცესი არის, ვიდრე შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერი თემის ან საკითხის შესწავლას, იმიტომ რომ უნარებთან და დამოკიდებულებასთან გვაქვს ცვლილება, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობის მეშვეობით და მოთმინების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. თქვენ თქვით, რომ იტალია სულ რამდენიმე ხანია რაც დაფუძნდა ბაზარს და უკვე ძალიან ბევრი კლიენტი გვყავს. რომელი ტიპის კომპანიებისგან და ბიზნესებისგან არის ძირითადად, რა ტიპის ბიზნესებისგან არის მოთხოვნა? მსგავს ტიპის HR outsourcing-ულ ნაწილზე, ან თუნდაც recruiting-ზე, თუნდაც ახალ soft-ზე, ან შერჩევის კომპონენტზე. კი ბატონო, დავყოფ მიმართულებებს, ანუ სრულ HR outsourcing-ზე ძირითადად დაკვეთა არის პატარა კომპანიებისგან, როგორც აღვნიშნე. HR soft-ის მიმართულებით დაკვეთა ძირითადად დიდ კომპანიებისგან არის, ვისაც აქვს დიდი პროცესები ადმინისტრირების მიმართულებით და HR-ის მიმართულებით. შეიძლება ავიღოთ ეს ნებისმიერ კომპანიის, სიდიდის კომპანიას ერგება soft-ი, მაგრამ ყველა შეიძლება არ ქონდეს იმის რესურსი, რომ პროგრამა დანერგოს, ამიტომ დაკვეთაც არის იმ კომპანიებისგან, ვისაც აქვს გრაფიკები, ცვლები, რთული საგადახდო სისტემა დასაქმებულებისთვის, საათობრივი ანაზღაურება, ზეგანაკვეთური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რეკრუტინგის მიმართულება არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელზეც ხშირად არის ხოლმე დაკვეთები უკვე ერთჯერადი მიმართულებით, იმიტომ რომ რეკრუტინგი შეიძლება მარტივი პროცესი ეჩვენოს ვინმეს, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი არის, ბევრ პროცესს მოიცავს და ბევრ დროს მოიცავს, ამიტომ საბედნიეროდ რომ განსხვავებული კანონმდებლობის შესაბამისობაში აღარ შეგიძლია მონაცემების შენახვა. კი ბატონო, ესეც რა თქმა უნდა პროცესს ართულებს და ახანგრძლივებს. შესაბამისად, რეკრუტინგიც ის მიმართულება არის, რასაც გვიკვეთავენ კომპანიები იმისათვის, რომ დაზოგონ თავისი დრო და უფრო ორიენტირებული იყვნენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ვიდრე ადმინისტრაციულ პროცესებზე. და ალბათ დამსაქმებლის ბრენდინგი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა თქვენი მიმართულებით, რაც დღეს უფრო აქტუალური ხდება, იმიტომ რომ რადგანაც შესაძლებლობა ძალიან ბევრია. ერთ ორგანიზაციაში წავიდა მეორეში, მესამეში თუ მეოთხეში, ასეთ შემთხვევაში ადამიანი არჩევს ისეთ ორგანიზაციას, რომლის დამსაქმებელიც უკვე ამ მიმართულებით ბრენდია. რადგან ჩვენ საერთოდ დრო იწურება, ბოლოს შეკითხვით მინდა რომ გადმოვიდე, რა არის თქვენი სამომავლო მიზნები, ზოგადად როგორ ფიქრობთ ილარიას განვითარებას, როგორ ხედავთ თქვენ კომპანიას მომავალში, რა უახლოესი გეგმები გაქვთ? გამომდინარე იქიდან, რომ soft-ი და ჩვენი HR-ის სისტემა არის ჩვენი
ერთ-ერთი ძლიერი პროდუქტი. ჩვენი მიზანი არის, რომ წლის ბოლომდე გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების რიცხვი და შევთავაზოთ უფრო მსხვილ და დიდ კომპანიებს ჩვენი მიმართულება და გავაციფრულოთ მათი HR პროცესები, რაც ხელშეუწყობს მათ, რომ დაზოგონ დრო და უფრო ორიენტირებული იყვნენ საინტერესო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. და შეცდომების ალბათ ნაკლები დავუშვან, კი, რა თქმა უნდა. მსგავს ტიპის სოფტები პირველი რასაც აკეთებენ, ჩემი გამოცდილებით არის, რომ მინიმუმამდე დადიან ადამიანური შეცდომები, ადამიანური შეცდომები, რომელიც ძალიან ძალიან ბევრია ახლა. და დროის დაზოგვაც ერთ-ერთი მთავარი დიახ, იმისათვის რომ მე სხვა რაღაცას გქონდეს. მე მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ. ჩვენი საერთოდ რომ ამით დასრულებულია. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ადამიანური კაპიტალისა და შრომის ბაზრის შესახებ. საკონსულტაციო კომპანია ილარიას მმართველი დირექტორი ომარ ტერტერაშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ სამშაბათს დროებით.